და ბოლო ფინალი გვექნება ესეთი მძიმეწონა ალექსანდრე აბრამიშვილი თბილისი და ანდრო მარგიშვილი ქარელი. თარმაუს სწრაფად დაიწყო მათ წონას თუ გავითვალისწინებთ ახლა თავა ვინ არის უფრო აქტიური უფრო ცენტრში არის თვითონ სტალიკიშვილი თუმცა ეხლა მიაწვა უფრო მძლავრად შავაძე ჯიჯოვიცაც აუჩვენებია არ გამოუხატავს თავის დამოკიდება, ეხლა პირველად მოიწოდა შავაძეს აქტიურობისკენ. ამასობაში უკვე წუთნახევარი გავიდა და აი შავაძე დაისაჯა პასიურობისთვის შესაბამისად ფულა მიიღო ტალიკიშვილმა და დააყენებინა ჩოგჯეში. ნახოთ აბა შეძლებს თუ არა გარდაბნელი სპორტსმენი წარმატებით ჭიდაობას ლეიბზე დაბლა. კარგად შეუკრა ხელი პირველი მცდელობა ცოტა წამოწევის მეორე მცდელობა და დაატრიალა ერთხელ 3-0 ანგარიში. ჯერჯერობით ეს ისეთი კარგი უპირატესობა. კარგი პოზიცია კიდე შეუძლია დაატრიალოს უტევს ისევ ტალიკიშვილი, მაგრამ აი ეხლა რო ეცლია ბერძენარბიც შესაძლოა კიდევაც მეორე დატრიალებაც გვექილა. ყოველ შემთხვევაში მსაჯმა შეეჩერა შეხვედრა და 3-0 გახლავთ რომში გრძელდება ასპარეზობა. გრძელდება დაპირისპირება გრძელდება დგომში ჯერჯერობით 3-0 ისეთ კარგი უპირატესობა მიიღო ტალიკიშვილმა. ტალიკიშვილმა წეღან ჩილაშვილთანაც კარგად იჭიდავა და შეიძლება ითქვას ცოტა მოულოდნელი შედეგიც შემოგთავაზა. ახლაც ჯერჯერობითაც მისი უპირატესობით მიმდინარეობს ეს შეხვედრა, რომლის პირველი პერიოდის დასრულებამდე რჩება 10 წამი და ბოლო ხანებში უკვე მოუკლეს მათ აქტიურობას, რაც ალბათ სწორედ დროის ფაქტორის გასვლით არის გამოწვეული, ელოდებიან ისინიც შესვენება. და ნახოთ როგორ გამვითარდება მოვლენები შესვენების შემდეგ. ну გუნდში აჭარა იქნება პირველზე და მეორე მესამეს გაინაწილებენ, არა მეორეზე იქნება ალბათ სავარაუდოდ გარდაბანი. თავისუფალში ვერ გეტყვით აი ამბოლოვსა და გორშოვის გაიგო. და კლასიკურში ზურგეთი და გარდაბანი გაიწინაწილებენ ალბათ მეორე მესამე ადგილებს, თუმცა ახლა მთავარი არის როგორ დასრულდება მთავარი ორი დარჩენილი ფინალი. ახლა გამორჩეული უპირატესობა არცეც არ აქვს, როგორც ჩანს საჯები შავაძესაც მისცემენ შანსს, ერთი შემჩნევა მიიღო უკვე ტალიკიშვილმა და ეხლა მალე ჯვარს ჩააყენებენ ჩოგჯეში ქვედა სიტუაციაში, ქვედა პოზიციაში.
40 წამი უკვე გავიდა 2 და 20 წუთი რჩება დასრულებამდე და კი ბატონო ერთი ქულა მიიღო შავაძემ და ტალიკიშვილი ჩოგჯენში. და რაშის გათანაბრებისთვის წინთა ამასთან ერთად წინ გასვლის შანსი. 2 წუთი და 17 წამი. დაატრიალებს თუ არა, აბა შავაძე ჯორჯერობით ცდილობა ჰქონდა, მაგრამ ჯორჯერობით გაურბის ტალიკიშვილი. აი რეალურად ცდილობა და აქედან ალბათ ვეღარ წამოწევს, თუმცა მესამეს დასაც აძლევს ფსაჯი. არა, სამი წამოაყენა 3-1 ტალიკიშვილი და საკმაოდ რეალური შანსი უკვე გამარჯვებისა რატი ტალიკიშვილს. წუთი და 32 შეხვედრის დამთავრებამდე 3-1 არის ტალიკიშვილის სასარგებლოდ. ნუ შეხვედრა ძირითადად აი იმ ჩოგჯენის მე რომელიც ვერ გამოიყენა შავაძემ ძირითადად გონში გრძელდება. არც თუ სასურველი სცენარით ვინაიდან აი ესე მიყრნობილები ერთმანეთის ჯიკაობით არიან დაკავებულები და სანახაობა ნაკრები არის, თუმცა აქ ახლა სადაც შეტევაზე წასვლა შავაძემ, მაგრამ საბოლოო ჯამში კონტრშეტევით გარეთ გაიყვანა ტალიკიშვილმა 4-1 მის სასარგებლოდ. წამი ასე ვთქვათ. 4-1 რატი ტალიკიშვილი ამარცხებს ბოლნისელ გიგა შავაძეს, გარდაბნელი სპორტსმენი ამარცხებს ბოლნისელ მეტოქის. ნუ აქ ისტრუსტილობდა ტალიკიშვილი, მაგრამ არ გამოუვიდა. სამაგეროდ რამდენიმე წამი მოიგო ამითი. ახლა იგივე ანალოგიურისა და შავაძემ, მაგრამ არც მას გამოუვიდა და არც მისი მცდელობა არ იყო რეალური. შავაძემ ახლა თვითონ გადახტომაც სადა, თუმცა არც ეს ფაქტი შემქმნელი არ იყო. ბოლო წამების ათვლა და უკვე შავაძეც შეეგუა თავის მარცხს. ტალიკიშვილს ულოცოთ გარდაბანს და ტალიკიშვილის ჩემპიონობა. ტალიკიშვილი პირველად გახდა უხოშებში საქართველოს ჩემპიონი. ბოლნისმა დაასრულა 1 ვერცხლის მედლთან და 1 ბრინჯაოს მედლით. გარდაბანმა კარგად დააგროვა ჩვენამდე ახსენ. პირველი 2 დღე უმეტლოდ იყვნენ საერთოდ და საბოლოო ჯამში ბოლნისმა ყველა კლასიკურ ჭიდაობაში მოიპოვა 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. გარდაბანმა. ბოლნისმა 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.